აი ია, აი ბაჭია, დილი დული. ბაჭია დილი დული დედიკო კურდღელთან ერთად ქართლის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. ამ სოფელს ვარიანი ჰქვია. კურდღლებს სორო ერთ ლამაზ ეზოში აქვთ. ეზოში ბევრი პატარა მდინარე, ანუ ნაკადული მიედინება. ამ ნაკადულებში ფერადი თევზები დაცურავენ. დილი დული ისეთი პატარაა, რომ დედა სოროდან ჯერ არ გაჰყავს, არ გაცივდესო. დილი დული ძალიან ცნობის მოყვარია და ბევრ კითხვას სვამს. მალე გამიყვან ეზოში, ყოველდღე ეკითხება დედას. ძალიან მალე ეუბნება დედა. და მალე როდისაა? შეიძლება ხვალაც. და ხვალ როდისაა? როცა ია ამოვა. ია რა არის? ია გაზაფხულის პირველი ყვავილია. გაზაფხული კი იმას ნიშნავს, რომ გარეთ მალე დათბება. ია დიდი შენხელა ყვავილია თუ პატარა ჩემხელა ყვავილია? ვერ ისვენებს დილი დული. შენზე პატარა ყვავილია, აი შენი თვალების ხელა, უხსნის დედა. ასეთი პატარა თუა, იქნებ ვერც გავიკოთ მისი ამოსვლა და სულ სოროში დავჭე, ეშინია დილი დულის. აუცილებლად გავიგებთ, ამშვიდებს დედა. და აი, ერთ დღესაც ეზოში იები ამოვიდა და დედამ დილი დული სოროდან გაიყვანა. აი ია, აი ია, აი ია, გახარებული დახვდა აქეთ-იქ დილი დული და ყვავილებს სუნავდა. მერე დილი დულიმ დიდი სახლი დაინახა. ესეც კურდღლების სახლია? კითხა დედას. არა, ეს ადამიანების სახლია. ამ სახლში ახლა მუზეუმია და ბევრი ბავშვი მოდის სტუმრად, რადგან აქ ადრე ერთი ძალიან კარგი კაცი, იაკობ გოგებაშვილი ცხოვრობდა. იაკობმა ბავშვებს დედაენა დაუწერა. ამ წიგნით ბავშვები ქართულ ანბანს და კითხვას სწავლობენ, აუხსნა დედამ. მერე დილი დული სახლის ფანჯარაში შეაჭრიდა. დილი დული მაგიდაზე გადაშლილი წიგნი დაინახა. დედიკო, ნახე წიგნშიც ია ხატია. აი ია, წამოიძახა გახარებულმა დილი დულიმ და თათი წიგნისკენ გაიშვირა. სწორედ ით იწყება ეს წიგნი, გაუღიმა დედამ. გთხოვ მასწავლე რა დედაენა და ყველაფერი მასწავლე დედიკო, სთხოვა დილი დულიმ დედას. რა თქმა უნდა გასწავლი, შეჰპირდა დედა. დედას ყოველდღე შეჰყავდა დილი დული იაკობის სახლში და დედაენის კითხვას ასწავლიდა. მერე ეზოს მოატარებდა, მერე სოფელს, მერე სხვა სოფლებს, მერე მდინარეს, მერე ტყეს, მერე მთას. ახლა დილი დული მართლაც ყველაფერი იცის. თუ კითხავ, მაშინვე გეტყვის. ია, ია, აი ია, აი ეზო, ეს იაკობის ეზოა. აი სახლი, ეს იაკობის სახლია. აი წყარო, ეს იაკობის წყაროა. აი წიგნი, ეს იაკობის დედაენაა. აი სოფელი, ეს იაკობის სოფელია. აი მდინარე, ეს მდინარე ლიახვია. აი გორი ქართლის ქალაქია. აი ტყვიავი, აი ქურთა, აი თამარაშენი, ეს ქართლის სოფლებია. ამ სოფლებში ომი იყო. ომი ცუდია, ომი ძალიან ცუდია. აი მინდვრები, ეს ქართლის მინდვრებია. ქართლი საქართველოა, საქართველო იაკობის სამშობლოა, საქართველო ჩემი სამშობლოა, საქართველო შენი სამშობლოა. იაკობს უყვარდა თავისი სამშობლო საქართველო. მე მიყვარს ჩემი სამშობლო საქართველო. შენ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო საქართველო.